განსხვავებული მოსწავლე არ არსებობს, უბრალოდ სამი განსხვავებული თემის ავტორი დაჯილდოვდება. მინდა გაგაცნოთ ქალბატონი თამარ ხსნელიშვილი, ჩემი სკოლის დირექტორი, ნანა ბუხრაიძე, ჩვენი ჟიურის წევრი, რომელმაც სხვა ჟიურის წევრებთან ერთად დაუღალავად იშრობა 3 საათის განმავლობაში, წაიკითხეს ყველა ესე, რამოდენიმე კატეგორიის მიხედვით განსაზღვრეს, ვინ უნდა ყოფილიყო გამორჩეული 3 ესეს ავტორი და რადგან მე პირობა დავდე, რომ არ ჩავერეოდი და არც ერთ ნამუშევარს არ ვიტყოდი, რომ კარგია თუ ცუდია, ზუსტად ასე მოვიქეცი, არ შევსულვარ, არ ჩავეულვარ, არაფერი მშვიდია და იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად მიუკერძოვებული იყო აგერზის ჩემი შვილი, რომლის ნამუშევარის დაიწყეს. არა, ეხლა ნანა გეტყვი, რის მიხედვით გადავწყვიტეთ, ვერ გაიმარჯვა კი. რის მიხედვით გადაწყვიტა ჟიური, რომ სამი განსხვავებული ეს იმაყოლისია, თქვა ასეთი რაღაცა. თემები რომ წავიკითხე, თქვენ მაშინ რომ წავიკითხე, მართლა მესიამონა უნდაბრად ვამბობ ამას. ძალიან ყვიანები ხართ, სწორად ფიქრობთ, რაც თავია, სწორად მართლა, სწორხაზოვნად ვიხართ. რა პრინციპით ავარჩიეთ თქვენიდან ცოტა კი გამიჭირდა, იყო რამდენიმე ისეთი, მაგრამ მიმაქცია ყურადღება, ერთი კარგად მახსოვს, ერთი ბიჭი იყო და მაგალითად იმის ეს ძალიან მომეწონა. იყო ნაკოლური, აბსოლუტურად ყველაფერი იყო ჩაქსოვილი, რაც კი ესე შეესაბამება. ზოგადად ცოტა ეს პრინციპები ყველასთან დაფარული იყო, მაგრამ ამაზე გავამახვილე ყურადღება რა თქმა უნდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. ასე რომ მხოლოდ ამ პრინციპით შევარჩიეთ მეც და ჩემმა თანამშრომლებაც განაცხადეთ. მხოლოდ ამ პრინციპით. დანარჩენი ხო, აი მართლა გულწრფელად ამბობ. გამორჩეული წინადადებები, შემოყალიბებული აზრები, სწორი ფიქრები, რა ვიცი, ძალიან კარგია. ეხლა თქვა. დიდი მადლობა.